იყო ადამიანების რაღაცა აჟიტირებული ნაწილი, რომელსაც როგორც ჩანს, ქართული ოცნების წევრები ვერ აკონტროლებენ და უბრალოდ ყოველთვის და ყველგან და მათ შორის მეგობრებთანაც ვამბობდი, რომ ეს ფილმი ბევრჯერ მინახია და ვიცი რითაც თავდება და ეს უკვე ვეუბნები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. ეს ფილმი ბევრჯერ მინახია და ვიცი რითაც დავთავდება. ეს ადამიანები პრობლემად იქცევიან არა მარტო ქვეყნისთვის, რომელიც არ ვიცი რამდენად აწუხებს ხელადელ მართვენ ძალას. ჩვენო ხელისუფლებისთვისაც და ესენი არიან მათ ახლა პრაქტიკულად მე მაინც და მაინც ვთქვათ ნორმალური მოქმედების და აზროვნების ადამიანებად ვერ შევიცანი, ისინი ვინც ფიზიკურ მოქმედებაზე იყო გადაწყვეტილი, იქნებიან ადამიანები, რომლებსაც არ მომწონებთ, რომლებიც არ გვეთანხმებიან, მაგრამ მათი მოქმედება რაღაც გონიურ ჩარჩოში იყო მოქცეული. იყო ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ გვეთანხმებიან, მაგრამ ამ წუთში ხმას ერიგებდნენ და არ იღვეძნებენ, მაგრამ არის რაღაც ჯგუფი, რომელიც ეს არ არის თან ახალი, ეს ძალიან კარგად მახსოვს 20-25 წლის 20-20 წლის წინანდელი ადამიანები, რომელიც თლაც მაინც მაშინაც არის თლაც დალაგებული და ახლა მithumedes დაალაგებდა. უბრალოდ ცდილობა იყო, მაგრამ ამ ციხლა ყოველ შემთხვევაში რაღაც გვარს არ გადავიდნენ, ვერ თქმის თქმა მინდა რომ ვერ გადავიდნენ, იმიტომ რომ ახლა ართულით ადამიანს ნამდვილად ფიზიკურად ვერ დაუპირისპირდება ვერც ერთი ადამიანი, მაგრამ ცდილობა იყო. მანქანას კი ესროლეს პროექტები. ახლა ეგ არა დიდი პრობლემა ალბათ. ყოველთვის იყო